მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ფრანგული გამოცემა Badfootball.com იუწყება, რომ ზურიკო დავითაშვილის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სენტ-ეტიენს დატოვებს. წყაროსნობით ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ევროპის რამდენიმე კლუბს აქვს. მის პოტენციურ მსურველებად რენი, ბენფიკა, ჰოპენჰაიმი, ბეშიქტაში და პანათიაკოსი სახელდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება, ფრანგული მედიის ცნობით ერთ-ერთმა კლუბმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია ლისაბონის ბენფიკაზე, რომელიც ქართულ ფეხბურთელს აქტიურად აგვირდება. პორტუგალიელი ჟურნალისტის ლუის პინტო კოლეილოს ინფორმაციით ბენფიკამ მხოლოდ ინტერესით არ შემოიფარგლა და სენტ-ეტიენთან ტრანსფერის დეტალებზე მოლაპარაკებებიც დაიწყო. დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავტორიტეტული პორტალი ტრანსფერმარკეტი ქართულ ფეხბურთელს 12 მილიონ ევრო დაფასებს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც სენტ-ეტიენმა მის სანაცვლოდ 2024 წლის ზაფხულში გადაიხადა. შესაბამისად, ფრანგულ კლუბს მისი გაყიდვით სოლიდური ფინანსური სარგებლის მიღება შეუძლება. ზურიკომ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად იასპარეზა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში მან 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ კი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მისი პროგრესისა და სტაბილური თამაშის კიდევ ერთი აღიარება გახდა. დავითაშვილის წარმატებული სეზონის ფონზე მისი ტრანსფერი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენად შეიძლება იქცეს, ხოლო ბენფიკა ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურ კანდიდატად სახელდება. ფრანგული რემსის გადაცემა After Spanish-ის გიორგი მიქაუტაძეს შესახებ საუბარს დაუთმო. ანალიტიკოსი ედგარ გროლო ფიქრობს, რომ გიორგი მიქაუტაძე ბარსელონას სათამაშო სტილს შეესაბამება. ზოგადად ესპანეთის ჩემპიონატის სტილი იდეალურად შეესაბამება ჟორჟ მიქაუტაძეს, მით უმეტეს ბარსელონას ისტორიული სათამაშო სტილი. ფიქრობ, ამ სეზონში ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე გარკვეული დანაკლისი იგრძნობა, რადგან ლევანდოვსკი კარიერის დასასრულს უახლოვდება. ფერნან-ტორესი კი ხშირად არაზუსტია და ტექნიკურადაც ჟორჟ ჩამოუვარდება. შეიძლება თუ არა რომ მომავალში ჟორჟ მიქაუტაძე ბარსასთვის საინტერესო პროფილი აღმოჩნდეს და მოერგოს გუნდს. მე ვფიქრობ, რომ კი. თუმცა მიმაჩნია, რომ ვილიარეალის ეტაპის გავლა მისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ხედავთ, რომ მას კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი აქვს. ვილიარეალი შესანიშნავი კლუბია. ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის. ესპანეთის საუკეთესო გუნდებს ეპაექრება. მიუხედავად იმისა, რომ ლიონში ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც მას სურდა, ვფიქრობ, ეს მაინც კარგი არჩევანი იყო მისთვის. ამ გადაცემაში ლა ლიგის თემებსა და ტრანსფერებზე ძირითადად არხის ექსპერტები ედგარ გროლო და რემი დიუმონი საუბრობენ ხოლმე. მიქაუტაძის შესახებ კი ედგარ გროლო მისაუბრა. გიორგი მიქაუტაძემ 2025-26 წლების სეზონში ვილიარეალის მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, სადაც თავით 15 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება ვილიარეალს, ყვითელმა წყალქვეშა ნაუმმა ლა ლიგის სეზონი 72 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. 2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტთა შორის ხვიჩა ყვარაცხელიაც იმყოფება. ქართველი შემტევი თვიდან თვემდე სულ უფრო წინ მიიწევს, თუმცა მისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის. ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დომინანტ მოთამაშეს, რომელიც ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, შეუძლია უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოს მოგების იმედი ჰქონდეს. თუ კი გაითვალისწინებთ მის როგორც პირადი, ასევე საკლუბო წარმატებას, ამისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ბელგიამ, შვეიცარიამ, მექსიკამ უნდა მოიგოს. მან კი დაჯილდოვებამდე კვლავ უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს. ამ სცენარის მიხედვით, სადაც პირველი პირობის შესრულება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მეორე სრულიად შესაძლებელი, ხვიჩა ყვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდება. დღეისთვის ქართველი ჰიპოთეტური რეიტინგების სათავეშია, რადგან მან ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშის სტატუსი დაიმკვიდრა. წერს ხვიჩას შესახებ ლე პარიზენი. ამასთან ერთად კვარა ოქროს ბურთის თაობაზე TNT Sports ესაუბრა და ქართულმა ჟურნალისტის კითხვაზე ოქროს ბურთსა და ხალხის დამოკიდებულების ცვლილებაზე შემდეგი პასუხი გამცა.
სიმართლე გითხრათ კი ცოტათი უგრძნობა მას, მაგრამ თავარი მიარ ვარ. ისიც უბრალოდ მინდა რომ ჩეულებრივი დავჭე. თამაშობ იმიტომ რომ ეს მიყვარს. როცა მოედანზე გავდივარ ვცდილობ ვისი ამონუამ საოცარ კლუბთან, საოცარ შტაბთან და საოცარ მწვრთნელთან. ვცდილობ ყოველი ვარჯიში და თამაშით სიამონება მივიღო. კი, ალბათ ამ პერიოდში ცხოვრება ცოტათი შეიცვალა, მაგრამ მინდა ისეთივე თავდაბალი დავრჩე. უბრალოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და ვცდილობ ამით სიამონება მივიღო. კი ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე. ასეთი ასპარეზობა ჩემთვის მანამდე არ ყოფილა, მაგრამ მე მინდა რომ ესე გავაგრძელო. ვისი ახლა რა საოცარი გზნობაა ეს და მინდა ის რაც შეიძლება ხშირად განვიცადო. ამიტომ ვეცდები ყოველთვის ასე გავაკეთო. შეგახსენებთ ფრანსფუტბოლის ვერსიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გადაცემის რიგით მე-70 ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება პირველად ჩატარდება ლონდონში. ჩატარების ადგილის შერჩევა წარმოადგენს პატივისცემის გამოხატულებას სტენელი მეთიუზის მიმართ, რომელიც 1956 წელს ოქროს ბურთის პირველი მფლობელი გახდა. ფრანგული მეცის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა კარიერა სენტ-ეტიენში გააგრძელოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა ჟინოსი ფოეტი წერს. ზორიკო დავითაშვილი და ლუკას სტასენი, რომელთა მიმართაც სატრანსფერო ბაზარზე დიდი ინტერესი არსებობს, დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში მწვანეების ღირსებას აღარ დაიცავენ. სტასენი ბელგიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს. დავითაშვილმა კი საუკეთესო ფორმა დაიბრუნა და მიმდინარე სეზონის უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება სენტ-ეტიენს ძალიან გაუჭირდება, ამიტომ მისი შემცველისებნა კლუბმა უკვე დაიწყო. გიორგი წიტაიშვილის სათამაშო სტილი ძალიან გავს დავითაშვილს. წიტაიშვილი კიევის დინამოდან მეცში იჯარით თამაშობს. ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში წიტაიშვილი მეცის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემა. წიტაიშვილის შეტევაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. თუმცა უპირატესობას მაინც მარცხენა ფლანგზე თამაშს ანიჭებს. ქართველი ფეხბურთელი სენტ-ეტიენის სატრანსფერო სამიზნეების სიაშია. ასეთი ფეხბურთელის უფასო დამატება კი შესანიშნავი იქნებოდა. იტალიური კალციო მერკადოს ინფორმაციით ლივერპული ალისონ ბეკერის შემცვლელად ემილიანო მარტინეს მოიაზრებს. მერსისაიდელები არგენტინელის ტრანსფერზე მუშაობენ. ცდილობენ მარტინესი ენფილდზე გადაბირებაში დაარწმუნონ. 23 წლის ემილიანო მარტინეს ასტონ ვილასთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგასა და ევროპა ლიგაზე საერთო ჯამში 40 მატჩი ჩაატარა. 40-დან 13-ში კი კარი მშრალად შეინახა. ლივერპულის პირველი მეკარე ალისონ ბეკერი შესაძლოა ზაფხულში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს. ასეთ შემთხვევაში ალისონის შემცვლელად ემილიანოს მოიაზრებენ. როგორც ჩანს, ლივერპული გეგმავს, რომ ალისონის წასვლის შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილს კვლავ ძლიერი კონკურენტი ყავდეს. რაც შეეხება ლივერპულის ქართველ მეკარეს, ენფილდზე სადებიუტო სეზონს ატარებს. 19 მატჩი ითამაშა, 19-დან 3-ში გოლი არ გაუშვა. ბეკერთან კონკურენცია გაუჭირდა და მას მხოლოდ მაშინ ათამაშებენ, როცა ბრაზილიელი ტრავმირებულია. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.